შექებაც ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული ბავშვის აღქმაში შედარებასთან, იმიტომ რომ რა კარგი ქულა მიიღო, არ ვიცი, ლაზარემ პირობითად ხო. ისე კარგად დაალაგა თავისი სათამაშოები, ანუ ეს გარკვეულწილად უბიძგებს, ანუ აფიქრებინებს ბავშვს, რომ მისნაირი უნდა იყოს, მასავით მოიქცეს და ჯობია ხოლმე, რომ როგორც საყვედური, ასევე შექებაც ინდივიდუალურად გააჟღეროთ ბავშვებთან. არა, ჯობია რომ ეს ცალკე გააკეთოთ, ანუ შეიძლება აღწეროთ მისი განცდა, მაგრამ ესეთი ძალიან აღფრთოვანებული კომენტარებიც იწვევს ამ განცდას, რომ ისეთი უნდა ვიყო, ჩემზე უკეთესია, ჩემზე უკეთესად აკეთებს ამას, ამიტომ ეს რაც უშუალოდ მას უკავშირდება, როგორც შექება, ასევე საყვედური, ჯობია რომ ეს ინდივიდუალურად გააკეთოთ, ხო? მერე ერთმანეთთან გრძელდება კომუნიკაცია ამის შესახებ. ისინი ერთმანეთთან საუბრისას ადარებენ თავს, რომ პირობითად შენ ძალიან კარგად გააკეთე რაღაც აწყე ლეგო და ეს ძალიან მოეწონა მამას. მე შესავით ვერ ვაწყობ. ხო, შეიძლება მათ შორისაც გაგრძელდეს და ცალკეულად ეს ბავშვის განცდაც, რა თქმა უნდა, უფრო მძაფრი იყოს და მძიმე.